ალბატონებო და ბატონებო, თქვენგან ხელმარჯვნა, ხელოვნება, ინტელექტით, რომელმაც იცის სადადეშენი ცალინასკი, დაგიწერს თემებს, თეზისებს, ესეებს, პროგრამისტების რისხვა, დაზარმაცი ადამიანების მეგობარი, მისი დევიზია, მე ვიცი ის, რომ ვიცი ყველაფერი, ნომერ პირველი ჩემპიონობის კანდიდატი, ChatGPT. ხოლო მისი მოწინააღმდეგეა, დაუმარცხებელი, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, უბრალო ტოპები. ესე იგი, არ შეიძლება ნული ადმში და ერთი ანებში ამორტყმა, ლოგარითმების ერთმანეთისკენ სროლა და შუა ბრძოლის დროს ლიმიტი არ გვეწურება. სხვა რამე ხო არა გაქვთ ერთმანეთის სათქმე? ჩემთან დატაკებას გირჩევნია სერვერებს დაეტაკო გადაგამფრთხილ ძვლებში შენი კომპაილერი ვატირე. ქამარით ჩემია. მატოპევა, ბლატ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ მოხდით დევის არხზე და როგორც უკვე მივხვდით, დღეს მე ერთმანეთს დაუპირისპირებ ბორეია ის, რათა გავიგო რომელი უფრო უკეთეს GTA სკოლას გააკეთებს. მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება მხოლოდ 7 ბრძანებით მომიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ შეზღუდული ვარ და მითითებები რაც შეიძლება დაწვრილებით და მკაფიოდ უნდა მივცე. და არანაირი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს არც მე და არც AI-ს. მაგრამ მიუხედავად ასეთი შეზღუდვებისა, ერთ-ერთმა ინტელექტმა იმდენად გამოაუცხა, რომ ლამის ჩემი პროფესიის შეცვლაზე დავიწყებ. ეხლა კი დროა ბურთი და მოედანი ChatGPT-ს დავუთმოთ და გავარკვიოთ, რამდენად ჭკვიანია ჩვენი GPT. ამისთვის მივეცი მას ბრძანება, რომელიც ასე გამოიყურება და ისიც უმალ შეუდგა მუშაობას. სანამ ჩვენი მეგობარი GTA-6 აკეთებს, მანამდე გეტყვი, რომ მათი ნამუშევრები ქულების მეშვეობით შეფასდება და თითოეულ ასპექტში საუკეთესო მიიღებს ქულას, ხოლო ჯამში დაგროვილი შეფასებებით უპირატესი გახდება ამ ჩელენჯის გამარჯვება. სანამ ჩვენ ლაპარაკობდით, ChatGPT-მ კოდით დააგენერირა და მოდი აბა ვნახოთ შედეგი. ხო, აი ისი, მოძრაობ, მაგრამ მაუსით ვერაფერს ვაკეთებ. ანუ მარტო კლავიატურით. ესენი ალბათ სახლებია და მე მანქანა ვარ თუ რა არის? ChatGPT-ს ბევრი სამუშაო აქვს. ადამიანს აქ უფრო დავიმგვანეთ უკვე. მოძრაობაც გამოსწორდა, აი სახლები არ მომწონს საშინელესნირები. აქტიურად GPT-ს ორი ბრძანება უკვე მივახარჯე, მაგრამ რაც მესამეზე მოხდა ამას ნამდვილად არ ველოდებოდი. კაი, მოდი აბა დავაკოპიროთ და ეს რა. სხვა მხრივ არის, ანუ სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა, მოძრაობ, ეს სახლებს თუ არ ჩავთვლით, გზებიც არის დამატებული, კონტროლები არეული არ არის, კარგია ყველაფერი. მოვხსნით, შემიძლია მოვტრიალდე, არა მოვხსნით, ვიტრიალდები მაინც. აი აბა მეოთხე ბრძანების დრო. აი ამ ბრძანებით ალბათ უფრო რეალისტური უნდა გახდეს ცოტათი მაინც. აბა ვნახოთ. ChatGPT ეს რა არის? მე გითხოვე რეალისტური ყოფილიყო. ტექსტურები დაამატე, მაგრამ ეს რა? ქართულად რა თუ შეიძლება ძმაკაც? აქ გამოჩნდა, რომ ChatGPT-ს სამწუხაროდ ქართული არ ესმის. ესმის, შენ გინდა რომ რეალისტური სახლები გამქრალან და მაგივრად მუტანტი ერთმანეთზე დალაგებული მარტივი კუბიკები და ძლივს გამოსწორდა რა, როგორც იქნა სახლები არ არის, მაგრამ იმას ჯობია მაინც, იმას ყველაფერი ჯობია. ამასობაში მხოლოდ ერთი ბრძანების უფლება დამჩა და ChatGPT-საც მხოლოდ ერთი შანსი აქვს, რომ თავისი შეცდომები გამოასწოროს და საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Gemini-ს. Oh my god! Wow! და ისი ChatGPT-მ ტვინის უკანასკენ ლუჯერდი ამოძრავა და შედეგიც მისაღები მივიღო. ეს მწვანე კაფსულები თუ ვერ მივხვდით NPC-ებია და ეს შავი რაღაცა ტოპი. არ გჯერათ? ახლავე დაგიმტკიცებთ. არა, სახლებზე აშკარად პროგრესი არის ემში. ფანჯრები რაღაცები, NPC-ები ყავს, მოძრაობენ. მანქანა დავინახე იქონი. წესით მანქანაში ჩაჯდომაც უნდა დაემატებინა, თუ დავიჭერთ. რაგინა მანქანით მოძრაობა შეგიძლია. ქალაქი მშვენიერი, პროსტა ძალიან ნელა დავდივარ და კონტროლები არეული რა. 10-დან წავახალისებ და 7 დაუწე. ეხლა დროა Gemini-ში ვაწუხოთ და ვნახოთ ერთად თუ შევძლებთ თამაშის გაკეთებას. ამისთვის მივეცი მას პირველი ბრძანება და ის დიდი სიხარულით შეუდგა მუშაობას. მოიცა სკამზე კარგად მოეჭიდე, რადგან შედეგით მართლა აღფრთოვანდები.
ანუ მეტი რა უნდა ქნას ChatGPT-ს უკვე აჯობა პირველი ბრძანებით. არც სახლები მithოვია და არც მანქანა, მაგრამ მანქანის კონტროლები არის უბრალოდ სასწაული. შეხედეთ პროსტა კამერა როგორ მოძრაობს, როცა სიჩქარეს უმატებს. შედეგით აღფრთოვანებულმა გადავწყვიტე, რომ Gemini-ისთვის მეთხოვა ახლა NPC-ები გაიგეთებინა. მოდი აბა ჩავაკოპიროთ და გავუშვათ. ეს რა? რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი Gemini არც ისეთი ჭკვიანი იყო, როგორცაც თვითონ გვაჩვენებდა თავს. და ვერ შეძლო ვერც NPC-ების და ვერც მოთამაშეების დამატება. ამიტომ გადავწყვიტე დავკმაყოფილებულიყავ იმით, რაც უკვე მქონდა და შევუდექი მხოლოდ მცირედი ცვლილებების შეტანას. მე რა Gemini შევუდგა. ჩემი დავალებით. აი ასე, ხო შეგძლებია რა. რას მახვეცნინები? მარცხენაზე და კუთხეში დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ამ შედეგის მისაღწევად 7-დან 5 ბრძანება უკვე გამოვიყენე და Gemini-ის არასტაბილურობიდან გამომდინარე მეშინი ახალმა მითითებამ რაიმე არ გააფუჭოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დარჩენილ ბრძანებებში ახალი არაფერი მომიფიქრებინა და ჩვენს მეგობარს მხოლოდ კოსმეტიკურ ნაწილებზე ეძღვნა. შედეგმაც არ დააყოვნა. Into outer space, my body wanna play. This is how we rave. Party every day. What you want me to say? I got that extra money on the runway. Go hard all the way. ესეც ასე ორივე AI ღირსეული ბრძოლა შემოგთავაზა და ახლა დროა გავარკვიოთ მათ შორის გამარჯვებული. შეფასებისთვის გამოვიყენოთ ინსტრუქცია, რომელიც ვიდეოს დასაწყისში გაგაცემთ. შეფასება მოთამაშის კონტროლებით დავიწყოთ, სადაც გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ გამიჭირდება, რადგან Gemini-ის სისტემა ბევრად დახვეწდა და საბოლოო ჯამში 1000 ჯერ ჯობდა ChatGPT-ს, ამიტომ ერთი ქულა მას. ხოლო რაც შეეხება გარემოს, ორი აზრი არაა, რომ აქაც Gemini გაჯობა ChatGPT-ს. საბოლოო ჯამში Gemini-მ ერთპიროვნულად უკეთესი თამაში შემოგთავაზა ვიდრე ChatGPT. თუმცა არც მას დაუკარგო შრომა, რადგან მან დაამატა ისეთი რაღაცეები, რომლებიც უბრალოდ Gemini-ს არ შეეძლო. და სწორედ ამიტომ ერთი ქულა მას. თუმცა ეს მაინც ვერ შეცვლის საბოლოო შედეგებს და დღევანდელი ჩელენჯის გამარჯვებულია ტყუპები. ვიდეოს ბოლოს ხო გამოიწერო ჩემი არხი და დალაიქო ეს ვიდეო, რითაც უდიდეს мотивაციას მომცე, რომ ვიდეოების დადება გავაგრძელო.